მერტმა დაგლოს გაგაძლევოთ, გაგახაროთ. ყოველთვის ვამბობთ, რომ ძნელია, მძიმეა ჩვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრება არ არის სათბურში ყოფნა, არც რაღაც აკვარიუმში ყოფნა, არც რაღაც ისეთი იზოლირებულ სივრცეში ყოფნა. ეს არის ყოფნა იმ რეალობაში, რომელიც ღმერთმა მოგცა ჩვენ, რომელშიც ღმერთმა მოგვიყვანა, არაყოფიერიდან ყოფიერში მოგვიყვანა. ზოგჯერ ეს რეალობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თუ ისე როგორც უნდა იყოს ჩვენდამი თლად კეთილგანწყობილი არ არის, თუ მტრად განწყობილი და არაკეთილგანწყობილი არა, ყოველ შემთხვევაში თლად კეთილგანწყობილი არ არის ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ საერთოდ ატყობ, რომ ტრულად განწყობილია სოციუმი, რეალობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება წყვეტს ძალიან ბევრს. ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი. ჩვენ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად კეთილნი და უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ კეთილად განწყობილი ყველასადმი. ზეცისადმი, მიწისადმი, ფლორისადმი, ფაუნისადმი, ადამიანებისადმი, საკუთარი თავისადმიც ხო რა დააშავოთ ჩვენი საკუთარი თავი. ქრისტიანულად ჩვენი თავი გვიყვარდეს, რომ მოყვასის ჩვენი თავით შევიყვაროთ. ჩვენი თავი თუ გძულს და ვერ აგვიტანია, მოყვას როგორ შევიყვაროთ. უნდა ვისაუბროთ ქრისტიანულ სიყვარულს. უარყავ თავი შენი, აღიდგე ჯვარი შენი და შემომიდეგინე მე. აქედან იწყება ქრისტიანული სიყვარული, შენი ეგოს უარყოფით. რა თქმა უნდა, რომა იყო პრინციპში რეალობა შენი რეკლავ და რეალობავე გირეკლავს შენ. როგორც შენი რეკლავ, ისევე გირეკლავს ისიც. ბუნებისათვის აბსოლუტურად გულგრილია, ბუნება აბსოლუტურად სულერთია. გულგრილი არის ეს მატერიალური სამყარო, ვინ არის და ვინ ახარ და რა ხარ. ზეც არ არის გულგრილი, უფალი არ არის გულგრილი. რა ეს ქნული სამყარო შემდგომ აბსოლუტურად გულგრილია, ის სულერთია. მაღალი ხარ, დაბალი ხარ, გიჭირს, გილხინს, რანაირი ხარ, ვინა ხარ, აბსოლუტურად. ყველაფერი მოგცა ღმერთმა და გამოგიშვა ამ სამყაროში. ხა ეგზისტენციალიზმში არ ჩავარდებით, რომ რაღაცა აფექტური და ექსტრემალური დასკვნები გავაკეთოთ აქედან და მატერიალიზმის მსგავსი და ათეიზმის ფარული ფორმა გამოვიყვანოთ ამ ფორმულიდან, რა ქვია, რომ ჩვენ შემოგდებული ვართ აქ არაყოფიერიდან ყოფიერში, მაგრამ არა მასეთი დასკვნები, არამედ პირიქით, ჩვენ ვართ როგორც ბირთვი, როგორც რაღაც შემაკავშირებელი კავშირი, როგორც მედიუმი, როგორც ასე ვთქვათ, დამაკავშირებელი ზეცასა და მიწას შორის განხთობის ჯაჭვი, რომლითაც უნდა განიღთოს მთელი სამყარო. ჩვენგან იწყება, ჩვენი განხთობიდან, თქვენიც ადამიანის დაცებიდან დეგრადირდა მერე ყველაფერი. აი ეს რაც კი არაკეთილგანწყობას ვახსენებ ხოლმე რეალობის და დეგრადაციას ბუნებაშიც, ფლორაშიც, ფაუნაშიც, ეს ყველაფერი ადამიანის ცოდვით დაცემამ გამოიწვია. თორემ თავიდან ეს ადამიანს და ევას სულ არ ქონდა ამის პრობლემა, აბსოლუტურად არ იყო. ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ. თქვენ გახსოვთ, რომ წმინდანები, რომლებიც ახალი ადამიანის მადლით, ქრისტეს მადლით იმ ბუნებაზე უფრო მაღალ მდგომარეობაში შედიოდნენ და ჩვენ ამის შანსი გვაქვს, რომ ადამიანის დაცემამდე უფრო მაღალი მდგომარეობა დავიბრუნოთ ღვთის მადლის დაკარგვის შემთხვევაში მისი მიღებით. წმინდანები ისე მდგომარეობაში შედიოდნენ, რომ მტაცებელი მხეცებიც კი მას ემორჩილებოდნენ. მტაცებელი, რომელიც აბსოლუტურად არ არსებობს, რომ ადამიანს არ დაესხას, ხო? რაღაც გამონაკლისის გარდა, ძალიან საშიში, ვთქვათ, არის ადამიანისათვის საერთოდ და ამით შემთხვევაში წმინდანების ცხოვრებიდან ხვდებით, იგივე სახარებაშიც არის, ხო? გველთა შეიპყრობდეთ და არა გევნოთ და შხამიანს დალევთ და არაფერი მოგებთ და ასე. ანუ ყველაფერი ადამიანზე უკვე იმ პირველ მდგომარეობას ახსენებს, აი ადამიანი რო იყო, როდესაც ყველაფერი მისი მეგობარი იყო. ჩვენ ადამიანს ვერ ვიმეგობრებთ. ახსენდება ეს ფილმი, რომ ესეთ აბელი ესეთი კაცი იყო. აბელი ვარლამ ესეთი კაცი იყო, რომ მტრის მოყარეთ გადაქცევა შეეძლო და მოყარის მტრად, მოყარეთ მტრად გადააქცია, ესეთი ნიჭიერ რაღა ნიჭიერ, მოყარეთ მტრად თუ აქცია, ხო? იმ ფილმში რო არის, ხო, მონანიებაში გახსოვთ. საოცარი ფილმი. ამიტომ მართლაც იგავია ეს ფილმი. ისე ამაშიც არის ხო დიდი სიბრძნე და იგავი რომ ჩვენ მოყარე მტრად უნდა ვაქციოთ, რა თქმა უნდა არა. ჩვენი მოყარე უმცროსი მეგობრები, ფლორა, ფაუნა, ცხოველები, ფრინველები, ზეცა, მიწა, ყველაფერი მეგობრად შეუქმნა ღმერთმა ადამიანს. მტრად არ უნდა გადაიქციოთ. პირველ რიგში ადამიანი, მოყვასი, უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი თავი. ეს ძალიან დიდი მცნებაა. ჩვენ არა თუ ფლორა და ფაუნა მოყვასი ვერ შეგვიყვარებია და ბოლოს და ბოლოს ჩვენი თავი ვერ აგვიტანია ხოლმე ზოგჯერ.
ჩვენი საკუთარი თავი ვერ აგვიტანია, ვერ გაგვიგია, ჩვენი თავისთვის ვერ გვიპატიებია, ვერ გაგვიკეთებია ანალიზი და იგავიდან რაღაცა დისცილაცია ვერ გამოგვიტანია. რა რას ნიშნავდა ჩვენთვის ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან მძიმე გაცნობიერებაა ზოგჯერ დამარცხება, როცა ადამიანი დამარცხდება თავის მიზანში, უნდა გააცნობებდეს, რომ მისი მიზანი იყო არასწორი. ერთი მიზეზი, მეორე რომ არ იყო ღვთისმსახური, მესამე რომ დამარცხდა და აღიაროს უნდა დამარცხება, რომ გამარჯვება მერე მოიპოვოს. თუ დამარცხება არ აღიარა, გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. და დამარცხებაში და გამარჯვებაში არ არის თვითმიზანი. ჩვენ არავის არ ვებრძვით. ბრძოლა რეალობასთან ყოველთვის უტოპია, ვერასდროს არ მოიგებ. ვერასდროს არ მოუგებ რეალობას. იმიტომ რომ შენი დირიჟორობით, შენი დირიჟურით, შენი ესე ვთქვათ, სცენარით არასდროსაც წარიმართება რეალობა. იმას ყოველთვის თავის ტრაექტორია აქვს. ყოველთვის თავის ტრაექტორია. შენ უნდა იცოდე, რომ შენ ქრისტეს გზაზე იარო. შენი აზრი, სიტყვა და საქმე, შენი სული, სამშნელი და სხეული. ამ გზაზე, რომელიც საშიში გზაა, სულ ვამბობ ამას. სულ იაროს უნდა ნებისმიერი დაცემის შემთხვევაში განაგრძოს სულამით, უმეტეს მარხვაში, დაარღვიე, შეგეშალა, წაიკეცი, წაბორძიქდი, გააგრძელე, რო არ დაიღუპო. არ შეგეპარო ზეჭვი, იმიტომ რომ ფსიქიური პრობლემები და შეპყრობილება მოდის შემდეგ. არ გაჩერდე, იმიტომ რომ დაეცემი. არ შეჩერდე, იმიტომ რომ სკულში უკან არ წახვიდე, გადავარდები. შენი ჯვარი გაქვს და შენი სული სამშნელი სხეული გაქვს. ეს ჯვარი შეისის ხორცე შენ ცხოვრებაში და ამ ჯვარით იარე. ყოველთვის იცოდე, რომ რეალობისთვის აბსოლუტურად სულ ერთია. მატერიალური სამყარო გულგრილია. აბსოლუტურად გულგრილია. ის ყოველთვის ენტროპიისაგან ყოველთვის დახშლის, ყოველთვის ენტროპიისაგან წაგიყვანს, ყოველთვის ერთმნიშვნელიანი გახდები ყოველთვის, უსახურს გახდის. მაგრამ შენ როგორც ხატება მოგეცა, როგორც გაჩენილი, როგორც უნიკალური ქმნილება ხარ, მონადა ხარ, უნიკალური ქმნილება ხარ, რომელიც ღმერთმა დროში შექმნა, არაყოფიერად ყოფიერში მოიყვანა, ამიტომ შენ ნუ გახდები უსახური არსება, უგუნური, უგულო, გრძნობელი. ნუ გაეხვევი აი ამ რაღაცა უსახურ და ენტროპიულ ერთი და იგივეობაში, რომელიც არაფერი რო აღარ ახარ და არაფერი რო არ არის შენი მნიშვნელობა. არა, შენი თავი არ უნდა დაკარგო. რეალობის განსაკუთრებული დიდი უნიკალური ნაწილი ხარ, ღმერთმა დაგავალა შენ, მოგცა ხატება, რომ მსგავსებას მიაღწიო და განიწმინდო შენ. შენი გონება, შენი გული, შენი ესე ვთქვათ, მთელი აზროვნების პროცესი, შენი მეტყველების პროცესი, შენი ქმედების პროცესი, ყველაფერი როგორ არის ნათელი ქრისტის ნათელი, ნათელი ჭეშმარიტო, ქრისტე ნათელი ჭეშმარიტო. აი ამ ნათელით უნდა იყოს განათებული. ყველა კუთხე კუნჭული შენი ცნობიერებისა, შენი სიტყვისა, შენი საქმისა. სულ უნდა იყოს განათებული ქრისტეს ნათელით. და აი ამ როგორც ბევრი ვარდისაგან გამოდის, ერთი წვეთის საოცარი ზეთი, ხომ ადრეც მომიტანეს. ხშირად ხდება ხოლმე ვარდის ზეთი, მაგრამ სუნი თითქოს იმიტაციას აკეთებს ვარდის ზეთისა, მაგრამ როცა ისვა მან რომ უსუნებ რაღაც ისეთი არ აქვს ხარისხიანი სული, არ არის კაი გაკეთებული ეთქობა, არ არის ნატურალური, რაღაცა იმიტაციაა. იმ როგორც გემოს იმიტაციები რო ხო წვენები რო არის, ხო? გემოს იმიტაცია თუ ის ნამდვილი წვენი არის, ცოცხლად გამოწვეული, ხო? ეს სულ სხვა არის, ხო? სახში და აი აკეთებს ადრე. ეს ვარდისან ნებისმიერ თუ ვარდი მიყვარს, აი სიასამნის ზეთი იყიდება ხო? არის. ხა მე არ ვაკეთებ შევაწყო, შეიძლება ნამდვილად აკეთებდეს ზოგი, მაგრამ იშვიათად რომ მართლა რაღაცა ყვავილებისგან იყოს გაკეთებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარდი, ძალიან ბევრი იასამნი უნდა გამოწრო, ის წვეთები მიიღო. ის წვეთი რომ მიიღო, აი მე ადრე მომიტანეს ერთხელ მახსოვს. რამდენჯერმე მომიტანეს და მქონდა დამეცალა. თუ წააწყდები თქვენსაც ხომ ეს ვარდის ნამდვილი ზეთია, რომელიც საოცარი სული აქვს. ძალიან პატარა წვეთიც კი ისეთ სუნსტოებს არ გადის. და დიდ ზეთში რო ჩააწვეთეთ იმას 2-3 წვეთს. საოცარ კეთილშობილებას აძლევს, ისეთ სულთლიანად ვარდის სულს აძლევს. ადრე ქონდა მახსოვს, აი ბებია ჩემს ქონდა, საოცარი, ეხლა აღარ არის, იშვიათად შემოხვედრია. რამდენჯერმე შემოხვედრია ესეთი ვარდის ზეთი და აქედან ვასკვნი რომ მიგავი, რომ რამდენი ვარდი უნდა დაწურო, რომ ნამდვილი ესეთი აი 100%-იანი ზეთი მიიღო, ეს უნიკალური, მართლა ძვირფასი როა. და ის ყველაფერს აკეთილშობილებს, ასევე ჩვენი გამოცდილება ცხოვრებაში. როგორც ბევრი ვარდისაგან გამოდის ვარდის ზეთის ერთი წვეთი, ასევე ჩვენი ბევრი ტანჯვისაგან, ბევრი დაცემებისაგან, ბევრი და უამრავი წაქცევისაგან, უამრავი
ასე ვთქვათ, მარცხისაგან, ცოდვებისაგან, მათი გააზრებისგან, სინანულისგან და ასე შემდეგ სამი წერტილი გამოდის ის სიბრძნის წვეთი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას აკეთილშობილებს, ჩვენს აზრს, სიტყვას და საქმეს აკეთილშობილებს, ჩვენს სულსა და სამშობლოსა და სხეულს კურნავს, ამთლიანებს და აზრ მინიჭებული და გამთლიანებული ძალას, იმუნიტეტსა და ხნეობას გვაძლევს, რომ წინ ვიაროთ და ადამიანი გახდეს ისეთი, როგორც ღმერთს უნდა, იმის შესაბამისი. ყველაზე დიდი ცოდნა ის არის, რომ ადამიანმა სულიერი და ხორციელი ერთმანეთისგან გაარჩიოს. ბოროტი და კეთილი ერთმანეთისგან გაარჩიოს, მატერიალური და სულიერი, მარჯვენა და მარცხენა და ასე შემდეგ. ძალიან ფრთხილად გაარჩიოს ერთმანეთისგან, ერთმანეთში არ უნდა აურიოს. ხშირად ემოციონალურ, ასე ვთქვათ, რაღაცა ბიძგში ადამიანს ემოციონალურ ძალისხმევაში ერევა ერთმანეთში. ამიტომ ადამიანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნარჩვევა არის იმის ცოდნა, რომ სულიერის ხორციელთან კავშირის შეგრძნება ცოდნა ჰქონდეს მას. რა კავშირშია მასში სული და ხორცი ერთმანეთთან? როგორ ფაქის კავშირშია ისინი ერთმანეთთან და რა სიტყავს შენგან სული, სამშინველი და სხეული და მისდიო ქრისტეში განამთლიანო ესენი და ნათელი მოფინო მთელს შენს ორგანიზმს, მთელს შენ ადამიანურ არსებას და სტუნების შემთხვევაში, რომელიც ხშირად გვემართება კარგსასვიდან, თორე სტუნების შემთხვევაში ყოველთვის გამოიტანოთ დასკვნა და თვით უარყოფაში არ ჩავარდეთ. არ თქვა უარი იმ შეგრძნებებზე, არ თქვა უარი იმ აზროვნებაზე, არ თქვა უარი იმ გამოცდილებაზე, რასაც ღმერთი გაძლევს. არ თქვა შენი ყოფიერების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტზე უარი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არსებობს და სინთეზი გააკეთო. და არ გააკეთო წყვეტა, მთლიანი იყოს შენი ცხოვრება, გამთლიანებული იყოს მთელი ცხოვრება შენი ქრისტეში. არ გამისათვის დიდი შრომაა საჭირო. გრძნობა გულისა, შეგრძნება უნდა დავკარგოთ სიყვარულის, უნდა დავკარგოთ, რომ ძალიან გაუხეშება, ეს რუტინამ და ამ ყოველდღიურობამ იცის გაუხეშება ადამიანის გულის. აუხეშებს და უკვე ყველაფერი ფამილიარული და რუტინული და ასე ვთქვათ, ობიუატელური ხდება. არ მიყვარს ახლა ამ სიტყვების ხმარება ხოლმე, რა ვქნათ? სიტყვაა და ზოგჯერ ტერმინებს უცხოს თუ არა უცხოს ხმარობთ ხოლმე და ვიყენებთ. რაღაცით ვცდილობთ, რომ სულიერი რეალიები რაღაცნაირად გამოვხატოთ და გამოვთქვათ. და ლინგვისტიკა სულიერი რეალების გამოხატვისთვის ძალიან უძლურია. და იმის მერე იწყება უკვე შეგრძნება, სიტყვების იქით იწყება შეგრძნება. დააგვირდით თქვენ სიზმრებს, დააგვირდით თქვენ შინაგან შეგრძნებებს. ზოგჯერ ისეთ რაღაცას გრძნობ, რომ ვერანაირი ლოგიკა ვერ ხსნის. წყალობა რომ მოდის, მადლი რომ მოდის, ხო გრძნობ ამას. აბა ახსენით დაშალე მარტივ მომრავლებად ეს და ლოგიკურად ჩამოაყალიბე, როგორც რაიმე აქსიომა, ან როგორ თეორემა, ან რაღაც ლოგიკური დებულება. ვერ ჩამოაყალიბე, იმიტომ რომ ეს შეგრძნება ცოდნა, რაღაც სხვა ზებუნებრივია. ამიტომ ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, საწყენი ისაა, რომ ადამიანი დაკარგვას გულის გრძნობიარობას და გონების გრძნობიარობას დაკარგავს. აი ეს არის ყველაზე საწყენი. ყველაზე საწყენი ეს არის. თვით შეგრძნების და სიყვარულის უნარსო დაივიწყებს და დაკარგავს და გამოდევნის თავისი სხეულიდან და სულიდან და სამშინველიდან. ამიტომ რომ გამოდევნის ამას, უკვე ფიტულია ესეთი ადამიანი. არაფერი ამისი არსებობა ვეგეტატიური, ბიოლოგიური არსებობა. ხო, მცენარე იზრდება, მცენარესაც თავისი სიცოცხლე, ხო? მცენარეული სიცოცხლე, მცენარეული ცხოველს თავის ცხოველური სული, ცხოველური ესე ვთქვათ, არსებობის ფორმა. ადამიანი ღვთის ხატება და მსგავსი, რომელიც აღებულია სხვა ფორმატშია. ამიტომ ამის ადამიანს აქვს და უნდა აცნობიერებდეს სულ ერთობას მთელ სამყაროსთან. სულ ამას ვამბობ, მთელ სამყაროსთან, რომ მეგობრულ გარემოში ცხოვრობდეს. ვინც სამყაროს მტრათვლის თავის მტრად, იგი ისეთ სახლში ცხოვრობს, რომლის კედლები მას ემტერება და ყველა მისი მტერია. და ადრე იყო დევის გახსოვთ, ისევე ის მონანიება გამახსენდა, მაგრამ ეს კონფუციდან მოდის და სხვებსაც აქვს. ადრე აღმოსავლეთ ციგნის ერთ ადამიანში ორი მტერი, ორში სამი და ასე შემდეგ. ასეთი ფსიქოლოგიით თუ იცხოვრებს ადამიანი, რისი დემაგოგიური მტკიცებაც ადრე იყო გახსოვთ, ხო? თუ ყველა შენი მტერია, ყველა ეჭვმიტანილია, ყველა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უკვე ადამიანი ფსიქიურად ვარდება სხვა მდგომარეობაში. უნდობელი ხდება. შავის ცნობიერება, დაუნდობლობა, უნდობლობა, სიცივე, სისასტიკე, ეჭვი, გაორება და ასე შემდეგ აღარ ჩავუდგა. ამიტომ ბოროტების ეს კომპონენტები, რომლებიც ადამიანს აუცხოებს და მტრად აღაქმევინებს რეალობას.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მისი დამასუსტებელი. დასუსტებულ ადამიანის საქცევა არაფერი არის შემდეგ. ყოველთვის პირადი კრიზისი რაც გვაქვს ხოლმე გვემართება ეს ჩვენი რეალობაა, ინდივიდუალური რეალობა. უნდა გამოვიდეთ. ეს მეორე, მესამე ხარისხის რეალობაა. პირველი ხარისხის რეალობა არის ის ზეციური რეალობა. ეს არის მთავარი. თქვენი სამი ნათელი ხო, ნათელი უფლისა, ხელთუქმნელი ნათელი ანგელოზს და სამყაროს, მეორე ნათელი ანგელოზს და სულები. მესამე ნათელი ადამიანთა სულები. ანუ სამი რიცხვი აქაც ფიგურირებს. ჩვენ მესამე ნათელს ვეკუთვნით. ამიტომ ჩვენი ნათელი, ასე ვთქვათ, მესამე ხარისხის რეალობაა, შეიძლება ესე ვთქვათ, სიმბოლურად რო ვთქვათ. და ამიტომ ამის გაცნობიერებას კიდე შრომა უნდა ამის გაცნობიერებასაც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ცნობიერება. სულ უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი. ჩვენი ცნობიერება დახტის ესე. ერთი დონიდან მეორეზე, მეორე დონიდან როცა ელექტრონები ვაღოთ ატომში, ერთი დონიდან მეორეზე, აი ეს მეორედან მესამეზე და ჩამოდიან. ნადიანა ეს. აი ჩვენ როგორც აზრები ეს დახტის ესე ჩვენი ცნობიერება. როგორც ვთქვათ, აზრების ნახტომები. აი ეს არის ძალიან ძნელი გააჩერო ეს ქაოსი, გააჩერო და ქრისტეში გააჩერო შენი გონება, ქრისტეში გააჩერო შენი გონება. ამიტომ არის ლოცვა ძლიერი, ხო? ამას ცდილობენ დიდი ასკეტები. დუმარები, ხა ისი ხასტებს ვერ მიემსგავსებით, ახლა ჩვენ ხო ვცდილობთ. დუმარება სიმშვიდე, აბსოლუტურად გარეგან სიმშვიდეს აღწევდი, რომ შინაგანი სიმშვიდეს ყოფილიყო. და მოწესრიგებულიყო, დალექილიყო. ამღვრეული წყალი მიაწოდა ერთმა ბრძენმა, ერთ ბრძენს მოწაფებდა. გამიწმინდეო ეს წყალიო რა, მამაო თუ არის ვინც იყო, ხვის გამიწმინდეო. დადევიო და გაიწმინდებო. დადო ეს წყალი და რამდენიმე ხნის შემდეგ შეხედა რომ დაილეკა. და შეიძლება სტერილური და სულ ხარ დისილირებული წყალი არ გამოვიდა მაგრამ წყალი. შოშდა ეს, ანუ ეს დალეკო ასაკეთებენ, დაშრეთას, დამშვიდებულ ფსიქიკაში, დამშვიდებულ გარემოში. იმიტომ აღამელოცვა კარგი ეს სხვა თემა არის. კარგი, საღამოს დაწყნარდება სიტუაცია, რომ დავშვიდე. 11-12-ზე თუ როცა იქნება, როცა წვები გაათენებ მაგრამ ისე რომ უარ გხვალ, ხო? ამას კი ნუ გაათენებ. ხო, გამოუძინებელი სახეებით არ მოხდება, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ ესე დამშვიდეს, რომ მოწესრიგდეს შინაგანი სამყარო. სიზმრებიდან დაწყებული ჩვენი ფსიქიო რა ეს მდგომარეობები, აზრები, რო არ დახტოვდეს, გააჩერო ეს ქრისტეში. ამიტომ არის იესოს ლოცვა, ყოველ იესო ქრისტეს ზეოქრისო შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი. ამას ვამბობთ ხოლმე, რომ სხვადასხვა ფსიქოლოგიური ხაფანგებიდან ამ სიტყვა უბრალოდ სიტყვა არ არის, ხო? თავიდან იყო სიტყვა. ეს სიტყვა არის ქრისტე. ამ სახელმა გვიხსნას ჩვენ ამ ფსიქოლოგიური ხაფანგებიდან. უფალო იესო ქრისტე ზეოქრისო შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილ. როცა იესო ქრისტეს სახელს ამბობ, შენ ეხები უკვე ზეციურ რეალობას და ყველა ჭუჭყი რაც შენ დაგელექა ვახსენე რა ეს დალექვის პროცესი ხომ დაგელექა ფსკერზე, სულის ფსკერზე თუ ეს სიმბოლურად შეიძლება ითქვას, ეს გადაწმინდავს ამ ჭუჭყს. ყველაფერს მოგაცილებს, დაამშვიდებს, გაწმინდავს. და შენი სული გამჭვირვალე ხდება ღვთის მადლის მიღებისთვის, გამჭვირვალე ხდება. ამიტომ აი ეს აზროვნების პროცესის ტრაექტორია, როგორც აღნიშნე, სულიერი ძალების ტრაექტორია, სულიერი ძალა, აზროვნება, შინაგანი პროცესები. ყველაფერი ქრისტეს ნათელით იქნება გაწმენდილი და განწმენდილი და ასე ვთქვათ გასუფთავებული. და უკვე ადამიანი მარხულობს თან, ლოცულობს, ეზიარება, აბსოლუტურად გზახსნილი აქვს მას და სიმშვიდეში ქრისტეს ნათელით მიდის წინ. აი ეს არის თავარი განთლიანება ჩვენი. ამას ქვია ანალიზი და სინთეზი ჩვენ ცხოვრებაში. აი ეს არის. არ უნდა ჩაბღაუჭება ზიზის პიპილოებზე, ბალასტზე, არ უნდა ჩაბღაუჭება წვრილმანებზე, მთავარზე უნდა იფიქრო. ეძიებდა სასუფეველსა ცათასა. ამაზე უნდა იყო ჩაჭიდებული ამ შენ ცხოვრების პროცესში. ეს მიგიყვანს შენ ჭეშმარიტ თვით შემეცნებამდე ქრისტეში. ეს მიგიყვანს და ჭეშმარიტი შემეცნების პროცესი ეს არის ცდელობათა რიგი, უამრავ ცდელობათა, დაცემათა, წაქცევათა, სტუნებათა, დამარცხებათა რიგი, რომლებიც ცდილობენ გაგანადგურონ შენ. ვინა ვარ დალხინებული, ხო? ამ დღეს ვინა ვარ, არავინ არ ვარ დალხინებული. მაგრამ ეს ცდილობს რომ გაგანადგუროს, მაგრამ პირიქით ეს საქცევები, ეს მარცხები, როგორც ის ზეთის სვეთი ვახსენე, ის სიბრძნის დისილატია, რომელიც აუცილებლად სინთეზს გაუკეთებს ამ ჩვენს წარეთ უტყიბილ გამოცდილებას, დადებითსა თუ უარყოფით, პოზიტიურსა თუ ნეგატიურ გამოცდილებას და გლობალური ქრისტესმიერი სინთეზისაგან მიგვიძღვება.
და განახორციელებს ჩვენში რეალიზაციას ქრისტეს ცნებებისა ჩვენს ცხოვრებაში. და ამაზე ამბობს ქრისტე პავლე მოციქული, არა მე ვცხოვრობ, არამედ ქრისტე არის ჩემში. და ვამბობთ ხოლმე, ხო? და დღესაც მინდა ვთქვა, ქრისტე არის ჩვენ შორის.